დასვენება და აღდგენა ჯანმრთელობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია, რომელიც დღესდღეობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ დეფიციტშია. როდესაც ვისვენებთ, აქტიურდება პარასიმპათიკური ნერვული სისტემა. მისი ფუნქციაა დასვენება, ქსოვილების შეხორცება, ჰორმონალური ბალანსი ერთი სიტყვით განკურნება და აღდგენა. როდესაც სტრესში ვართ, ირთვება სიმპათიკური ნერვული სისტემა, ეგრეთ წოდებული fight or flight. ანუ როდესაც საფრთხის შემცველი სტრესული სიტუაციებია. ინტენსიური ვარჯიში, ნერვიულობა, როდესაც ზედმეტად დაძაბული ხარ და ასე შემდეგ. კორტიზოლი და ადრენალინი ორივე ავარდნილია. ერთი სიტყვით მისი ფუნქცია მდგომარეობს იმაში, რომ დაგეხმაროს გადარჩენაში. სწორი და ჯანსაღი ბალანსი ასე გამოიყურება. სიმპათიკური ნერვული სისტემის იშვიათი გააქტიურება, ანუ მოკლე სტრესის პიკი. პარასიმპათიკური ნერვული სისტემის დომინაცია, ანუ გრძელი და ხარისხიანი აღდგენის პერიოდი. მაგრამ რადგან ისვენება არ ნიშნავს, რომ რეალურად ისვენებდა სხეულის აღდგენას ახდენა. რას გულისხმობ ამაში? შეიძლება დასვენებულ მდგომარეობაში იყო, მაგრამ სტრესის ჰორმონები მაინც ნორმაზე მაღლა იყო საწეული. დღევანდელი ცხოვრების სტილი კი ამას ხელს უწყობს. მაგალითად, წევ ხარ ისვენებ, მაგრამ სოციალური ქსელი, მედია ნეგატივით გავსებს, რაც რეალურ, მენტალურ და ჰორმონალურ დასვენებას ახშობს. ამიტომ აუცილებელია ბუნებაში გასვლა და ცოტა ხანს ყოველდღიურობისგან თავის დაღწევა. ფიტნესი ნადირობის სიმულაციაა, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო კოუპინგი და განტვირთვის საშუალებაა. მაგრამ ასევე ისიც ამ ეგრეთ წოდებულ სტრესულ მდგომარეობას ამაღლებს თუ ზომაზე მეც გავაკეთებთ. დასვენება არის ჯანმრთელობა. ცხოველების რუტინა თითქმის მთელი დღე მზის სხივების სითბოს ქვეშ დასვენებას ეთმობა. ნადირობამ შეიძლება დღის მხოლოდ 20% წაიღოს. ადამიანიც მსგავსად ცხოვრობდა, სანამ თანამედროვე სისტემამ სტრესი გაატრენდა. მიაჩვია და დააპროგრამა მასა იმას, რომ სტრესი კარგია და მის გარეშე სუსტი ხარ. ყველა ცოცხალი ორგანიზმი ბუნებაში ყველაფერს ინტუიციურად აკეთებს. მაგრამ ადამიანი ჩამოცილდა ბუნებას და საკუთარ სხეულსაც აღარ უსმენს. არ შეუძლია, დაღლილია? არა, უნდა ივარჯიშოს, იმიტომ რომ TikTok ინფლუენსერმა სამოტივაციო ვიდეოში ეგრეთ თქვა. ორგანიზმი თვითონ გვეუბნება რა გსურს. არ გინდა? არ გააკეთო. გინდა? გააკეთე. ბევრი იფიქრებს ეგრე სხეულს, რომ მოусმინო რაც მინდა, ყველაფერს თუს გამაკეთებინებს. არ წავალ ჯიმში, მივიღებ ალკოჰოლს, სიგარეტს და ასე შემდეგ. მაგრამ საქმე იმაშია, რომ მსგავს დესტრუქციულ ჩვევებზე დამოკიდებულება სისტემამ ჩაგვინერგა. ბუნებაში ჯანმრთელი ადამიანის საზიანოს ეგრევე არჩევს და ინტუიცია არ მისცემს უფლებას, რომ ჩვევად აქციოს. ჰორმონალურად ჯანმრთელ და კარგად დასვენებულ სხეულს შეუძლებელია არ ჰქონდეს ფიზიკური აქტივობის მოთხოვნილება.